იაპონიის კულტურის დესპანი საქართველოს სტუმრობს. შუ კუბოს ინდივიდუალურ ხელწერას დამთვალიერებლებს საქართველოს ეროვნული მუზეუმი გააცნობს. თავად მხატვარი საკუთარ მიმდინარეობას ასე განმარტავს: იაპონიზმი ქაღალდზე. არტისტულ ჩანაფიქრსა და განსაკუთრებული ტექნიკით შესრულებულ ნამუშევრებს შერნა კოპალეიშვილი გაგვაცნობს. შუკუბოს იაპონურ მოტივებზე შესრულებული ნახატები ეროვნულ მუზეუმში გამოიფინა. ხელოვანი ნამუშევრებს პასტელის, აკრილის, ქსოვილისა და ქვიშის გამოყენებით ქმნის. შუკუბოს შერეული ტექნიკით იაპონურ ქაღალდზე, ვაშიზე მუშაობს. სამგანზომილებიან გამოსახულებებს რამდენიმე ფენის საშუალებით, თითო ფურცელზე საჭრისის გამოყენებით ასრულებს. იაპონელი არტისტი საქართველოში პირველად იმყოფება. 4 სეზონის გარდა აქ წარმოდგენილ ნამუშევრებში ასახულია იაპონური დღესასწაულები, ტრადიციები. საქართველოში კირიეს ტექნოლოგიით შექმნილი ნახატები პირველად გამოიფინა. ფიქრობ, რომ დამთვალიერებელს მოეწონება ნამუშევრები და ბედნიერი ვიქნებით, თუ ამ ტექნიკით ქართველი ხელოვანებიც დაინტერესდებიან. შუკუბომ ყურადღება 1977 წელს ოსაკაში გამართული პერსონალური გამოფენით მიიპყრო. ამის შემდეგ ხელოვანმა იაპონიაში მოგზაურობა და ნამუშევრებში თითოეული სეზონისთვის დამახასიათებელი მოვლენების და საგნების ასახვა დაიწყო. მისი შემოქმედების ძირითადი თემაა იაპონიზმი ქაღალდზე. მის ხელწერას ხელოვნების მოყვარულები და არტისტები მსოფლიო მასშტაბით კარგად იცნობენ. იაპონიას და საქართველოს დიდი მეგობრობა აკავშირებს. ჩვენთვის კულტურათა გაცვლა ძალიან მნიშვნელოვანია. შუკუბო იაპონიის კულტურის დესპანთა ჯგუფის წევრია. მისი მიზანია სხვადასხვა ქვეყნებში მოგზაურობა და იაპონური კულტურის პოპულარიზაცია. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ თვითონ მხატვარი ბატონი შუკუბო ჩამოგზანდა და გარდა იმისა, რომ ეს თავისი არაჩვეულებრივი ნამუშევრები წარმოადგინა, ჩაატარებს თბილისში, ბათუმში და ქუთაისში ვორქშოპებს, სადაც ვორქშოპის მონაწილეებს საშუალება ექნება თვითონ არამხოლოდ გაეცნონ, არამედ თავადაც გააკეთონ, შექმნან ნამუშევრები. შუკუბოს ნამუშევრები საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დამთვალიერებელს 4-დან 11 ნოემბრამდე ელის.